რას ფიქრობ ილონ მასკის პოლიტიკურ კარიერაზე? არაფერს კარგს, ძალიან სახიფათო მგონია. ზოგადად რა სიტუაციაც მივიღეთ, ახალი ტიპის ბიზნესმენები, რომლებსაც ტექნოლოგიურ გიგანტები ყავთ, მათ მიიღეს პოლიტიკურ კარიერის და მიუხედავად ამ სულ პოლიტიკაში არ წასულიყო, ილონ მასკი, მარკ ცუკერბერგი, სემ ალტმანი, ჯეფ ბეზოსი და ასე შემდეგ, ადამიანები, რომლებსაც ტექნოლოგიურ კომპანიებით იშოვეს ძალიან ბევრი ფული, ძალიან გავლენიანი კორპორაციები არის ეს, Google, Facebook-ი ასე შემდეგ, მათ აქვთ ძალიან დიდი პოლიტიკური როლი, როგორც ინფორმაციულ ველში, ისე ზოგადად მათ აქვთ წვდომა ამომრჩევლების ინფორმაციაზე, რაც არის პოლიტიკური იარაღი ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, რომ პოლიტიკურად და ფინანსურადაც სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანები ხელისუფლებების და მიუხედავად, ანუ დემოკრატები იქნება თუ რესპუბლიკელები, მაინც მასკის, ბეზოსის და ცუკერბერგის გავლენა, ალტმანის გავლენა და მათი კომპანიების გავლენა, რაც თავარია, არცად არ წავა. ამ ადამიანებს აქვს ძალაუფლება, ოღონდ მათ არ აქვთ არანაირი შესაბამისი ცოდნა და კომპეტენცია თუ როგორ უნდა გაუყოლდნენ ამ ძალაუფლებას. ანუ მათ შეიძლება კარგად იცოდნენ როგორც პროგრამირება, შეიძლება კარგად იცოდნენ მარკეტინგი, შეიძლება იცოდნენ ბიზნესი, მაგრამ პოლიტიკურ, სოციალურ, საზოგადოებრივ საკითხებში მათ არ აქვთ არანაირი სერიოზული ბექგრაუნდი, მათ არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, თუმცა ისინი ისეთი მდიდარი და წარმატებული და ბევრ ასპექტში ჭკვიანები არიან, რომ აი პრეტენზია აქვს, რომ იციან, არა და არ იციან. რამდენჯერაც მასკამ დაიწყო ლაპარაკიაც ევროპულ პოლიტიკაზე, კომიკური ხდებოდა ეს ყველაფერი. თუ ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ცუკერბერგის დისკუსიები სხვა პოლიტიკურ საკითხებში, თუნდაც ხელოვნური ინტელექტთან მიმართებაში, ვერ ვიტყვით, რომ ის ძლიერი არის ამ კუთხით პოლემიკაში და აი ამ ადამიანების ხელში ძალაუფლება, მე მგონია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც აქვს ამერიკულ და ზოგადად თანამედროვე დემოკრატიას, იმიტომ რომ ეს ახალი მოცემულობა არის მე-20 საუკუნეში ჩვენ მსგავსი სიტუაცია ამ მასშტაბით არ გქონია. შესაბამისად, აი ეს სიტუაცია თუ არ გამოსწორდა, ეს არის დემოკრატია არ არის მუდმივი რამ, ის პროცესი არის, დემოკრატია იცვლება და მათ შორის აქვს ახალი და ახალი გამოწვევები და ამ გამოწვევებს რაღაც დონეზე პოლიტიკურმა ესტაბლიშმენტმა უნდა უპასუხოს და იმედია მოახერხებს, იმიტომ რომ მართლა სახიფათო ტენდენცია არის.